უამრავი გეგმა და მიზანი, მაგრამ ამ ეტაპზე უმთავრესი გახლავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და მომავალი სასწავლო წლიდან ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და გეგმის შესაბამისად გატარება ყველა იმ რეფორმის, რაც მისმენთ დავისახეთ. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მე ამის შესახებ ვისაუბრე შეხვედრებზეც ფაკულტეტის საბჭოსაც გავაცანი. ძირითადი საქმიანობა, ჩვენი ორიენტირი საქმიანობისა მაინც მიმართული იქნება სტუდენტისკენ, იმიტომ რომ სასწავლო პროცესი მათზეა ორიენტირებული. სტუდენტთან ერთად, რა თქმა უნდა, პროფესორისთვის შესაბამისი კვლევის, სწავლების, სწავლის და შესაბამისი კვლევის გარემოს შექმნა, მაქსიმალური გვერდში დგომა, წახალისება და ყველაზე მთავარი რაც არის, ბევრია გაკეთებული ამ კუთხით და კიდევ უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ აუცილებლად ახალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციაზე. ჩატარდა არჩევნები ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენს ფაკულტეტზე, ფაკულტეტზე 14 ამორჩეველი იყო და მე 14 დადებითი ხმა. რადგან რა თქმა უნდა მოგებას მოგწონს ჩვენი ფაკულტეტის წევრებს. ჩვენი ფაკულტეტი ეს არის პრიორიტეტული ფაკულტეტი. ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ამ ფაკულტეტის სპეციალისტების კარგი ხარისხიანი სპეციალისტების მომზადება და ამისათვის ჩვენ გვგზავნა დიდი გეგმები. უნდა შევქმნათ ახალი სადოქტორო, სამაგისტრო, საბაკალავრო პროგრამები, ასევე პროფესიული პროგრამები, რომელსაც მომზადებ ჩვენ პროფესიული კვალიფიციური კადრს სოფლის მეურნეობისათვის, რომლებიც იმუშავებენ ფერმერულ მეურნეობებში, დღეს მოთხოვნა ძალიან დიდია ამසეთ სპეციალისტებზე. ჩვენ გვაქვს ასევე 8 ჰექტარი ნაკვეთი, რომელსაც შესაძლებელია კვლევების ჩატარება ჩვენივე კადრის საშუალებით, ჩვენივე სტუდენტების დასაქმებით და ამას ვთქვით, რომ ჩვენივე სტუდენტები დასაქმდებიან პროფესიულ პროგრამებზე, როგორც მასწავლებლები, ეს იქნება დასაქმების პროგრამაც, ეს იქნება მათი განვითარების და შემდგომი სწავლის შედეგი.